საქართველოში არალეგალურად მყოფი 34 უცხოელი ქვეყნიდან გააძევეს. უკანონო მიგრაციასთან ბრძოლის მიზნით ხელისუფლებას კანონის გამკაცრების გადაწყვეტილება მიღებული აქვს. საკანონმდებლო განხილვა ფინალურ ეტაპზეა. გივი კუჭავაგი ამბობთ. კანონისა და რეგულაციების დარღვევით საქართველოში მყოფ 34 ადამიანს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა ქვეყანა დაატოვებინა. საქართველოში უკანონო მიგრაციის გამო ინდოეთის, თურქეთის, თურქმენეთის, ჩინეთის, ეგვიპტის, ერაყის, რუსეთის, ირანის, იორდანიის, პაკისტანის, აზერბაიჯანის, ნიგერიის და მაროკოს მოქალაქეები საქართველოდან გააძევეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლას აქტიურად განაგრძობს. სპეციალური საემიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად სამინისტრომ 2025 წლის იანვრიდან დღემდე ქვეყანაში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის 454 მოქალაქე გააძევა. აქტიურ რეჟიმში ვახორციელებთ შესაბამის ღონისძიებებს, როგორც საპოლიციო დანაყოფები, ასევე მიგრაციის დეპარტამენტი. მათ შორის ხდება შემოწმება კონკრეტული ლოკაციები, სადაც გვაქვს ინფორმაცია, რომ კომპაქტურად იმყოფებიან კანონის დამრღვევი უცხო ქვეყნის მოქალაქეები. ეს არის იმ პოლიტიკის გაგრძელება, რასაც სახელმწიფო ახორციელებს უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. ჩვენ ინტენსიურ რეჟიმში მომავალშიც გავაგრძელებთ კანონის დამრღვევი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენას და მათი ქვეყნიდან გაძევებას. უკანონო მიგრაციასთან ბრძოლის მექანიზმების გასაძლიერებლად და მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ინიცირებულია კანონპროექტი, რომლის მიხედვით მარტივდება ქვეყანაში არალეგალურად მყოფი ადამიანების გამოვლენა და მათი ქვეყნიდან გაძევება. იზრდება ჯარიმებიც. კანონის მიღების შემდგომ და მიგრაციის დეპარტამენტის რესურსების გაძლიერების შემდგომ გვექნება საშუალება, რომ ეფექტურად გავუკლავდეთ იმ გამოწვევებს, რაც ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებობს. იზრდება ჯარიმები ამ ასე ვთქვათ უიზოთ მოგზაურობის წესების დარღვევისთვის და დამატებით სახდელად დაწესდება ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა. მინიმალური ვადა არის 6 თვე, შეიძლება 3 წელიც კი შეეზღუდოს ქვეყანაში შემოსვლა. უკანონო მიგრაციის შესახებ კანონპროექტი პარლამენტში მესამე მოსმენით ხვალ დამტკიცდება. კანონის აღსრულება კი 1 ოქტომბრიდან დაიწყება.